28 წელიწადია ხარ ეგრეა. აი მეტის-მეტი ქვიშის დაყრით აი ეს სახლები დაბლა ჩავიდა. გზა კიდე მაღლამი ის კი. აი სიმართლე რო გითხრათ შენ აი ძალიან დიდი მადლობლები ვართ. აი რო ვთქვა ვაიმე მან ცუდად არ გამოვიდეს სანამოჭელი შვილ არავინ არ დამიჭირო შენ გენაც. არავინ არ დაგიჭერს. ნაციონალების დრო შვილო ხო იყო შექმნილი და ვაიმე არა თქვათ რომ ნაციონალი ვარ ხო ამ თავრობიდან მაგრამ მაინც მე უპირატესობას მაინც იმათვაზე შვილო იმიტომ რომ იქიდან წამოვიდა ყველაფერი. გაზიც იქ იმათი თქმა იყო ეს გზაც იმათი თქმა იყო და რა ვიცი. აი ღვთისწყალობით ყველაფერი და აი ახლა უყურე როგორ არის მონაკვეთით აი იქ არის პატარა მონაკვეთი დაგებული. აი ეგრე კაცმა რო გადაიარა. ხო და აი ეს აღარ დააგეს. რომ ესე იგი გეგმაში არ იყო და აი ეგ ვის და როგორ ეკუთვნოდა და ბუდიში აი ვის შეჭამა თუ ვინ მოინერა საბოში ხოსა რა კარგი ხახმარ აგერზე გარაკი და თავი გაუტეხა კაცო ხო რო გამოიწვია მოიხდა შაო არა ეს რა დარჩა არის შემოიყვანს ათხარი და დავიდები და არაფერს არ მოუხედი რა საგაში წავიდა საერთოდ მოუხედი აქეთკენა ვინა ვარ და რა ვარ არაფერი გვაინტერესებს გზა რა მდგომარეობაში არის. საშინელი. მანქანა ინგრევა. დიდი ხანია ესეა? უნდა იყოს სოფელში აქ ერთი წვიმა და აქ ვერ გაევლი. ბავშვები სკოლაში ვერ მიდიან ნორმალურად სუამოთუთხუნები მიდიან ტალახში და ემაში რა. ნუ საშინელება წვიმის შემდეგ საშინელი ზამთარი ხო საერთოდ ვერ გაევლი. სახლა სოფელი მართალია ტალახიანი უნდა იყოს მაგრამ ხო არის ამაზე ნაკლები სოფელიც არის ამაზე მეტი სოფელიც არის რომ მაინც სოფლის სილამაზეც არის და რა ვიცი აი ეგრე ვთქვით ახლა ჩვენ აი როგორც საუკუნე ესეთი ყველაფერი კომფორტული შემოიყო უმნიშვნელოს ვიტყობთ რა ძალიან მნიშვნელოვანი ცხოვრება რომ სილამაზე ერთი ჩიხია ერთი პატარა დასახლება ხა ჩვენი სოფელი ვერ გეტყვით ახლა რომელი მოსახლეობა რა სიძახის, მაგრამ მე აღმოსულ საკითხთან დაკავშირებით გეტყვით იმას, რომ გაზი, გამრიცხველიანება, სარწყავი არხი, გარეგანათება, საბავშვო ბაღი, ეს სიკეთეები რაც არის 2012 წლის არჩევნების მერია, თუნდაც გზა 2012 წლის არჩევნების მერია გაკეთებული. გაზ რაც შეეხება წელს მორჩა და 3 წელიწადია რაც წინამთავრობა ამ ხელისუფლებაში აღარ არის. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში აღარ არის. ასევე გეტყვით სარწყავთან დაკავშირებით ერთ-ერთი გაზინების დაიწყო მიდრეს დაიწყო 2014-ში დაიწყო და წელს მორჩა. იგივე გამრიცხველიანება წელს და შარშან დამთავრდა. იგივე სარწყავი არხის გაკეთება შარშან დავიწყეთ შემოდგომის პირას და წელს უკვე მოსახლეობამ ეს სიკეთე მიიღო და გაასარწყავიანა თავანთი ბაღები. იგივეს გეტყვით გარეგანათებაც შარშან წილ გაკეთდა. აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი სიკეთე არის ამ ხელისუფლების და ამ მთავრობის მოსვლის შემდეგ პერიოდში გაკეთებული. ეხლა იმ თავრობის ხელში დახმარებები მოდიოდა ხალხი ყმაყოფილი ერთი ფილი შაქარი ყველაფერი მოდიოდა სამთო რო უხედიათ 3 წელიწადი რა სექტავრობაა აი ერთი ეხლა რა ვქორა და თუნდაც ჩემიანის იმას არაფერი არ არის და მაშინ ოჯახები დიდი ოჯახები მეშობლისიღებდნენ და თელს დიდად წაის ყოფილიყო ეხლა რაც ისავიდა ისავრობას აღარაფერი და ნაკლები სოფელია შვილო ხო კი ნაკლები სოფელია თუ მოყავთ აი ახლა აგენტი რომ ყავდა შვილმა იბრძოლა და ორი კაცი იყო საქმეში და მოიყვანეს ტონალობიო ხო ის ტონალობიო რომ გაიყოს შვილო იმისი ან საწვავი არ უნდა მას ან ჩამოტანა არ უნდა ან დამუშავება არ უნდა მას ან დათესვა არ უნდა და აი ესე არიან შეკედლებულები ამ ხანაგები და მოყავთ ეგრე მოსავალი და თითქოს იმ ტონას რო ხედავენ ახლა 60 მეშვებს გონიათ რომ ძალიან ბევრია და დაუცველი მოსახლეობასთან დაკავშირებით გეტყვით იმას, რომ არასწორად იყო დანიშნული რაღაც სოფლის მოსახლეობის რაღაც კატეგორიაზე ინიშნებოდა სოციალური სამსახური, სოციალური დახმარება ნაცნობობით, ახლობლობით, პარტიული ნიშნით. აქედან გამომდინარე რაღაც გადაცდომები იყო ეს რეალობა და აგერ წელს მიმდინარეობს ხელახალი სოციალური კულების დათვლა
და დაითვლება, ვინც მართლა სოციალურად დაუცველია და დასახმარებელია, მთავრობა აუცილებლად გვერდზე დაუდგება და მიეხმარება და სოციალურ დახმარებას დაუნიშნავს, ვისაც არ ეკუთვნის ამ დათვლების მერე, რა თქმა უნდა, მოიხსნება. და ვისაც მოიხსნება, შეიძლება რაღაცა გულისწყენა და გულისტკენა იმასაც გქონდეს, ეს რეალობაა. ამდენს რატო გქონდა? ვერ გეტყვით, რატო გქონდა ამდენს, მაგრამ ჩემი ვარაუდით, როგორც გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფელი და აქედან გამომდინარე ჩვენი წინამორბედი ხელისუფლების დროს მოხდა 2008 წლის მოვლენები და სოფელმა მიიღო რაღაცა დარტყმა, რაღაცა დანაკარგი ქონდათ, აქედან გამომდინარე მოსახლეობა გაეჩუმებინათ. აი აქედან ქონდა დანიშნული რაღაც კატეგორიას, ასე ვთქვათ. დღესდღეობით თუ შევადარებთ წინა ხელისუფლების ნამოღვაწარს და ჩვენი ხელისუფლების ნამოღვაწარს, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნები, რომ იგივე საბავშვო ბაღი მაშინ ფასიანი იყო, დღესდღეობით უფასოა. იგივე სკოლის წიგნები ბავშვებისთვის უფასოა დღეს და წინა ხელისუფლების დროს ყოველ წელიწადს წიგნის ყიდვა უწევდა მშობელს. იგივე სამედიცინო დაზღვევაზე გეტყვით უფასოა და ხელმისაწვდომია და აქედან შეგვიძლია დასკვნები გამოვიტანოთ, რომელი ხელისუფლება რას აკეთებდა თავის მოღვაწეობის დროს და ჩვენ რას ვაკეთებთ დღევანდელ დღეს და რეალობას მოსახლეობისთვის და ხალხისთვის.